მოგესალმებით. ამ ვიდეოში განვიხილავთ ამოცანას, რომლის მსგავსიც იქნება შემაჯამებელ დავალებაში, ამიტომ იყავით ბევრად ყურადღებით. პირველ რიგში წავიკითხოთ პირობა. პირობაში გვაქვს 7 პუნქტი. პირველი, ააგეთ მონაცემთა ბაზა, დიაპაზონი, საზღვრები, ფონტი, ტექსტის პოზიცია უჯრაში და მიმართულება, სიმბოლო, ნუმერაცია. მეორე, შეტანილი ინფორმაციას განუსაზღვრად ფორმატი, დოლარი, ლარი, პროცენტი. მესამე, გამოიყენეთ ფორმულები და შევსეთ ცარიელი სვეტები. მეოთხე, გამოთვალეთ სტატისტიკური მონაცემები სვეტისთვის საბოლოო ღირებულება ლარში. მეხუთე, სვეტში საბოლოო ღირებულება ინფორმაცია დაალაგეთ კლებადობის მიხედვით. მეექვსე, ააგეთ დიაგრამა სვეტებისთვის პროდუქტი და საბოლოო ღირებულება ლარში. შეინახეთ ფაილი თქვენი სახელით და გვარით და ატვირთეთ Google-ში შესაბამის ველში. პირველ რიგში დავხედოთ დიაპაზონს. ჩვენი დიაპაზონია A1, A10. ახლა ძალიან მარტივად მოვნიშნოთ დიაპაზონი A18-დან დაგჭირდება A28-მდე და გავაკეთოთ. ჩამოვყოთ A28-მდე. ახლა გადავინაცვლოთ Home Menus Font ჯგუფში და ვნახოთ ბორდერები, ანუ ჩარჩოები, ანუ საზღვრები. დავარჩიოთ All Borders. ასე შემოვსალსოთ ყველა უჯრა. ეს არის ჩვენი მონაცემთა ბაზისთვის საჭირო დიაპაზონი. პირველ სვეტში, პირველ სტრიქონზე, ანუ A18 უჯრაში უნდა ჩავსვათ ნუმერაციის სიმბოლო. ამისათვის გავხსნათ Insert menu, გადავიდეთ სიმბოლოების ჯგუფში და დავაწყაბოთ Symbols. ჩემს შემთხვევაში ფონტში არის აკადემიური მთავრული არჩეული და ვხედავთ, რომ ნუმერაციის სიმბოლო პირდაპირ ჩანს. და ასევე გვაქვს ბოლოს გამოყენებულ სიმბოლოებშიც. თუ დავაწყაბებთ ორჯერ სწრაფად, ან დავაწყებთ Insert ბრძანებას, ორივე შემთხვევაში სიმბოლო აღმოჩნდება მონიშნულ უჯრაში. ახლა ვხედავთ, რომ ორივე გზის ცდის გამო ორი ნუმერაცია გვაქვს, ამიტომაც მარტივად ერთს წავშლი. ასე უკვე გვაქვს ნუმერაციის სიმბოლო. ახლა დავნომროთ, შევიტანოთ ერთ უჯრაში ერთიანი, მეორე უჯრაში ორიანი, შემდეგ მოვნიშნოთ ეს ორივე უჯრა და ქვედა მარჯვენა კუთხეში შავ პლუსით გავავრცელოთ ბოლომდე. ესეც ნუმერაცია. ახლა ვნახოთ რა გვაქვს სვეტების სახელებში. მე მარტივად დავაკოპირებ ამ ყველაფერს ვიდეოს გამო, თქვენ რა თქმა უნდა აკრებთ. მონიშნავ შესაბამის დიაპაზონს და ვნახოთ, ასე გადმოვიტანთ ამ ინფორმაციას ყოველგვარი ფორმატის გარეშე და სპეციალურად დავარჩიე ეს ბრძანება, რათა ნულიდან დავაფორმატოთ. პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ, რომ სათაურის ველში გვაქვს ტექსტი ცენტრში, არის ბოლდი და აქვს ჩართული wrap ტექსტი. შესაბამისად, აქაც მოვნიშნოთ მთლიანად სტრიქონი შეგვიძლია მოვნიშნოთ და Home Menu-ში ავირჩიოთ ფონტების ჯგუფში ჯერ ბოლდი, შემდეგ Alignment-ში ავირჩიოთ ორივე მხარეზე ცენტრი და ასევე გავახტვიროთ wrap ტექსტი, რომ ყველა სიმბოლო ჩანდეს უჯრაში. გავაგრძელოთ. მოდით ვნახოთ. მე მარტივად ისევ დავაკოპირებ ამ ინფორმაციას. ორივე სვეტის ინფორმაციას დავაკოპირებ. Ctrl+C კომბინაცია გამოვიყენებ და აქ ჩავსვამ ესე ჩვენ მეათე სტრიქონი აქ გვჭირდება, ამიტომაც წავშლი და ახლა გვჭირდება ფულის ერთეული, ანუ დოლარებში გვჭირდება რიცხვები. რა თქმა უნდა, ამას თქვენ თვითონ აკრებთ, იმის მიხედვით თუ თქვენს დავალების პირობაში რა იქნება ჩაწერილი. ახლა ამასაც დავაკოპირებ. და გადავიტან შესაბამის სვეტში. რომ ჩვენი ვიდეო ძალიან დიდი არ გამოვიდეს. და ახლა უკვე შევუდგეთ საქმეს. ვნახოთ ახლა დოლარი როგორ უნდა გავსვათ. ანუ დოლარი არის უკვე მონაცემისთვის ფორმატი. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი რიცხვით ჩანაწერი შეიძლება ნიშნავდეს ნებისმიერ ინფორმაციას, მაგალითად ციფრი 10 შეიძლება ნიშნავდეს 1000 სართულს, 10 კილოგრამს, 10 გრადუს ტემპერატურას, 10 მილიმეტრს და ასე შემდეგ. ან ათობით იყოს, ან
უნდა ზორობითში იყოს და 1 და 0 ნიშნავდეს. შესაბამისად, ექსელმა რომ გაიგოს შემდეგ უკვე ფორმულაში გამოსაყენებლად, ანუ ფორმულაში სწორად მოგცეს შედეგი, ამისათვის უნდა განსაზღვროთ აუცილებლად ფორმატი. ახლა რადგან უკვე თავისი ფორმატით დაკოპირდა ჩვენი ინფორმაცია, მე ჩამოვშლი home menus number ჯგუფში ფორმატირების ველს და ავირჩევ general-ს, ანუ დავაბრუნებ საწყის პოზიციაზე. ანუ თქვენთან იქნება ასე, როდესაც ხელთ შეიყვანთ. შემდეგ მოვნიშნოთ დიაპაზონს და ვნახავთ დოლარს. დავაწყებთ. და ავტომატურად, როდესაც ჩვენ შევიყვანთ ინფორმაციას, მაგალითად 1.5 და დავაწყობთ enter-ს, ავტომატურად გადააქცევს დოლარად. კარგით, მაშინ ახლა გადავინაცვლოთ ლარის კურსზე. პირობითად შეგვიძლია დავწეროთ, რომ არის 2.8 და ვხედავთ, რომ აქ გვაქვს general-ი, აი შეხედეთ, number ფორმატში გვაქვს general-ი, ანუ ზოგადი. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს იყოს ლარში გამოსახული. ამიტომაც ისევ მოვნიშნოთ დიაპაზონი, მთლიანად მოვნიშნოთ დიაპაზონი, ჩამოვშალოთ და რადგან აქ პირდაპირ არ გვაქვს ლარი, ამიტომ გადავიდეთ met ფორმატში, ფინანსურ ფორმატში და სიმბოლოებში ვიპოვოთ ლარი. აი ესე ჩამოვყვეთ და ჩემ შემთხვევაში აქვე არის ლარი. თუ ვერ იპოვეთ, მაშინ შეგიძლიათ ჯელ ჩაწეროთ, ანუ ჯორჯიან ლარი და აუცილებლად პირდაპირ გადახვალთ ლარებზე. ახლა ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ლარის ფორმატი და თუ ჩავწერთ 2.8-ს, ავტომატურად იქცევა 2.80 ლარად. თუმცა შეგვიძლია მეორნაირად გაგვეკეთებინა, ესეც გაგვავრცელებინა და თუ აქვს ფორმატი, თავის ფორმატით ავრცელებს ინფორმაციას. ესეც ერთი. მოდით ახლა გადავინაცვლებ პირველ მონაცემთა ბაზაში და ამ ბაზაზე დავამუშავებ ამ დავალებას, რომ უბრალოდ კარგად ჩანდეს და სკროლის გამოყენება არ დამჭირდეს. აი, ნახეთ, როგორც ახლა აღნიშნე, შავ პლუსით გავავრცელებ ამ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, სწორად დაჯდება და ახლა როგორ მოვიქცეთ, როცა გვინდა რომ გადავიყვანოთ ფულის ერთეული ერთი ვალუტიდან სხვა ვალუტაში. რა თქმა უნდა გადავამრავლოთ, ჩვენ ვიცით არითმეტიკული ოპერატორები, ამრავლისთვის გვჭირდება ფიფთის გამოყენება და უპირველესად ჩვენ უნდა ჩავწეროთ აუცილებლად ტოლობა. ეს სიმბოლო Excel-ს ანიშნებს, რომ გადავდივართ ფორმულას და ეს არ არის სტანდარტული ინფორმაცია, ანუ ტექსტური ინფორმაცია. მოვნიშნოთ ღირებულება დოლარში, ანუ D2 უჯრის მისამართი თვითონ ჩაწერა, შემდეგ ჩავსვათ აი ასე ნამრავლი, ანუ ფიფქი, რომელიც არის რვიანს და გვჭირდება shift-ისა და რვის კომბინაცია. შემდეგ მოვნიშნოთ კურსი და ახლა უკვე დავაწყაბოთ enter-ს. შემდეგ ჩვენთვის კარგად ცნობილი ხერხით, შავ პლუსით ისევ გავავრცელოთ ეს ფორმულა და ყველა სტრიქონზე დასვამს შესაბამისი ღირებულების შედეგს. ცხადია. ახლა ნახოთ. პროცენტებისთვის, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ პროცენტები არ გვიწერია. მოდით გავდიშავ პროცენტს, ამისათვის general-ს შევარჩევ. ახლა მოდით საერთოდ წავშლი ამას. მონაცემს ვშლით delete ღილაკის გააქტიურებით და ჩავწეროთ ჯერ გავუწეროთ პროცენტი, მე ჩავწეროთ 13 და enter-ზე დაწყაბებით მივიღებთ სწორ შედეგს. ახლა ისევ გავავრცელოთ თავის პროცენტებით გავრცელდება ამ ფორმატით, ნახეთ percentage არის ზემოთ ფორმატში. ესე დავსვით სწორი მნიშვნელობა. ახლა ფასდაკლება. ფასდაკლება არის, ნახეთ, რამდენი ცაკლდება ის რომ გამოვთვალოთ. ანუ თუ ღირს პირობითად 4 ლარი და 20 თეთრი, რამდენი დააკლდება 13%. აი ეს უნდა გამოვთვალოთ აქ. ამისათვის ჩვენ გვჭირდება სუფთა მათემატიკა და ისევ ტოლობის სიმბოლოთი ვიწყებთ. მოვნიშნოთ ღირებულება ლარში და ეს გავამრავლოთ, ისევ ნამრავლი გვჭირდება პროცენტზე. და აი ასე. ანუ თურმე 4 ლარისა და 20 თეთრის 13% ყოფილა 55 თეთრი. შესაბამისად, ამ ფორმულასაც გავავრცელებთ და რა თქმა უნდა, ღირებულების შესაბამის ფასდაკლებას დაგვიწერს. ახლა გამოვთვალოთ, რაც ჩამოაკლა იმის შემდეგ, ანუ საბოლოოდ რა ღირს.
ამისათვის საწყის ფასს, ანუ ლარში საწყის ფასს უნდა გამოვაკლოთ, რაც დააკლდა ის, ცხადია. ისევ ვიწყებთ ტოლობის სიმბოლოს შეყვანით, მოვნიშნოთ შესაბამისი უჯრა, თვითონ ჩაგვიწევს, რა თქმა უნდა, უჯრის მისამართს და გამოვაკლოთ ფასდაკლების შედეგი. დავადასტუროთ ენტერით და ვხედავთ, რომ თურმე მაგნიტში, პირობითად მაგნიტში, პირობითად პომიდორი 4 და 20-ის ნაცვლად ფასდაკლებით ღირს 3 და 65 ლარი. ახლა ისევ გავავრცელოთ ეს ფორმულა ყველა უჯრისთვის და რა თქმა უნდა ისევ დავვითვალა. ეს იყო თვითონ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შეტანა, დაფორმატება, მონაცემებისთვის კიდევ ფორმატის განსაზღვრა და ფორმულების გამოყენება. ახლა ვნახოთ სტატისტიკური ფორმულები. სტატისტიკა არის დათვლილი მონაცემი. ანუ ამ შემთხვევაში გამოვთვალოთ ჯამი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ხელითაც ჩავწეროთ, მაგრამ რადგანაც საწყის ეტაპზე ვართ, მოდით გამოვიყენოთ მენიუდან შესაბამისი ბრძანებები. ეს არის home menus editing ჯგუფში ავტოს 3 ნახეთ, ავტომატური შეჯამება 3. თუ ჩამოვშლით, ნახავთ ჯამს, საშუალოს, რიცხვების მთლელს, ამ შეტანილი ინფორმაციის რაოდენობას დათვლის, მაქსიმუმი და მინიმუმი. რა თქმა უნდა, მეტი სტატისტიკური ფუნქციებიც არსებობს, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს 5 მონაცემი აბსოლუტურად მისაღებია. ჯამის თვის ვირჩევთ 3-ს და ვხედავთ, რომ დიაპაზონი თვითონ მონიშნა. ახლა აქ კიდევ ერთხელ გავემეორებ, რომ დიაპაზონს ნიშნავს ავტომატურად იმ უჯრებს, რაც აქვს თავზე. მონიშნა 11-ის ჩათვლით, მაგრამ ჯამში თუ არაფერი მიწერია, ანუ 11-ში არაფერი არ წერია და აქ 0 გულისხმება, როცა ჯამი მაქვს, რა თქმა უნდა, ჯამი არ შეიძლება 0-ს დავუმატებ თუ გამოვაკლებ, მაგრამ ნახეთ, რაოდენობაში აუცილებლად შემიცვლის ინფორმაციას, მაგალითად count number-ში აუცილებლად არასწორად დამეწერს შედეგს. ამიტომაც აუცილებლად ხელით უნდა მოვნიშნოთ ფორმულის შეყვანის შემდეგ დიაპაზონი. ნახეთ, ახლა საშუალო, ისევ ჩამოვშალოთ ბრძანებები, average ავირჩიოთ და ისევ თავის თავზე რაც იყო, ის მონიშნა. ცხადია, უნდა მოვნიშნოთ ხელით დიაპაზონი და დავადასტუროთ enter ღილაკით. საშუალო ღირებულება ყოფილა 7 ლარი და 20 თეთრი. ახლა ვნახოთ count number. ჩამოვშალოთ ისევ, დავაწყაბოთ count numbers და ისევ მოვნიშნოთ საჭირო დიაპაზონი და დავადასტუროთ enter ღილაკით. ახლა გადავიდეთ მაქსიმალურ ღირებულებაზე. ჩამოვშალოთ და ვნახოთ მაქსიმუმი, ისევ მოვნიშნოთ დიაპაზონი და დავადასტუროთ. მაქსიმალური ღირებულება ყოფილა 21 ლარი და 98 თეთრი და ვნახოთ მინიმალური ღირებულებაც. მინიმუმი, ისევ მოვნიშნოთ სწორი დიაპაზონი და დავადასტუროთ enter ღილაკით. ეს იყო ეს ინფორმაცია, რომელიც მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შეტანას, დაფორმატებას და სტატისტიკური მონაცემების გამოტანას ეხებოდა. ახლა ვნახოთ, როგორ ჩავსვათ დიაგრამა. პირველ რიგში, რადგან უკვე Excel-ში ვართ, არ გვჭირდება დამატებითი პროგრამა, როგორც Word-ში, Word-ში Excel-ი გვეხმარება ხოლმე. პირდაპირ უნდა მოვნიშნოთ საჭირო სვეტები და ჩვენ გვაქვს დაკონკრეტებული აგეთ დიაგრამა სვეტებისთვის პროდუქტი და საბოლოო ღირებულება ლარში, ანუ პროდუქტი და საბოლოო ღირებულება ლარში. ჩვენ ვიცით, რომ თუ გვინდა სხვადასხვა დიაპაზონი, სხვადასხვა ობიექტები ერთდროულად მოვნიშნოთ, უნდა გამოვიყენოთ კლავიატურაზე control ღილაკი. მოვნიშნოთ ერთი სვეტი თავის დასახელებით, control ღილაკს დავაჭიროთ, არ ავუშვათ ხელი და მოვნიშნოთ ასევე მეორე საჭირო სვეტი, ანუ საბოლოო ღირებულება ლარში. ახლა გადავინაცვლოთ insert menu-ში, გადავინაცვლოთ ჩარტებში, ანუ დიაგრამაში, ჩამოვშალოთ მაგალითად სვეტოვანი დიაგრამა და ავარჩიოთ ესეთი სამგანზომილებიანი დიაგრამა. და პირდაპირ, ნახეთ როგორი ლამაზი დიაგრამაა ჩაგვისვა. სულ ეს იყო ჩვენი დავალება, საკვანძო საკითხები. ახლა შევინახოთ. როგორც ხედავთ, სათაურის ველზე უკვე არის სათაური ჩაწერილი, სავარჯიშო წერია, თუმცა თქვენ უნდა დაარქვათ თქვენი სახელი და გვარი. დავაწყაბოთ file menus, ავარჩიოთ save as, ნახეთ, თუ ავარჩევ saves, მაშინ შიგნით შემინახავს ცვლილებებს და
სახელს არ შემიცვლის, რადგან ეს უკვე ჩემს მიერ არის დარქმეული სახელი. თუ დავაწყაპებ save-ს, მაშინ ხელახლა სხვა ფაილით, სხვა ფორმატით და სხვა მისამართზე შენახვის საშუალებას მოგცემს, ანუ გამოვა დიალოგური ფანჯარა. ავირჩიოთ დესკტოპი პირობითად, ავირჩიოთ ეკრანი, დესკტოპი, სამუშაო არე და სახეს ჩავწეროთ, მაგალითად მე ჩავაწერ micromasts და ესე გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. დავაწყაპებ save ღილაკს და ხედავთ აი ამ ჩანაწერს. მოდით შევასწორებ. გამოიწერეთ. აი ხედავთ ახლა რომ მეცდები მისამართზე. შენახვისას უპრობლემოდ შეინახა პრინციპში. კარგით. ეს იყო ჩვენი დავალება. მოდით რომ არ აირიოს ხედი, წავშლი ამ მეორე ბაზას ძალიან მარტივად. უკლიარ კონტენტით შეიძლება მაგრამ მთლიანად წავშალოთ თავისი მონაცემებით და ჩარჩოთი დიაპაზონით. გავზარდოთ ჩვენ დიაგრამა, რომ უკეთესად გამოჩნდეს. ასევე დიაგრამაზე გეტყვით, რომ თუ თითოეულ სვეტს მონიშნავთ, შეგვიძლიათ დააფორმატოთ კიდეც ფერი შეუცვალოთ ან ჩასვათ მაგალითად პომიდორის სვეტში პომიდორის სურათი, კიდრის სვეტში კიდრის სურათი და შესაბამისად სხვადასხვა სვეტები შეავსოთ იმ ფორმატით, რასაც წარმოადგენს ეს სვეტი, ანუ სახელი რაც აქვს. მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერე არხი, გააქტიურე ზარის ღილაკი და ისწავლე უფრო მეტი.